ჩვენი წინა საკითხი იყო შეეხებოდა ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც არის pH-ი. pH-ი ეს არის წყალბადიოთა კონცენტრაციის მაჩვენებელი არეში. ანუ ის არის არეს მახასიათებელი. და ჩვენ შემოვიტანით კიდევ მეორე მახასიათებელი, რომელიც უკვე არეს კი არ ახასიათებს, არამედ ახასიათებს მოლეკულებს. ეს იყო pK, ხომ? როგორც არის, ესე იგი, ეს არის მაჩვენებელი თუ რამდენად ძლიერი, ფაქტობრივად რამდენად ძლიერი ან სუსტია მჟავა. ანუ ის pK მაჩვენებელი ახასიათებს მოლეკულებს, ეს არის მოლეკულათა მახასიათებელი, რომელიც აჩვენებს ესა თუ ის ნივთიერებაში მჟავური თვისებების ჭარბობს, თუ ფუძე თვისებების ჭარბობს. რამდენად ძლიერია ეს თუ რამდენად სუსტია ეს. ეს რასთან არის კავშირში? რა არის მისი დისოციაციის ხარისხი? მაგრამ როდესაც ჩვენ გავიარეთ ეს საკითხები, ხომ? ჩვენ ესეთი ფორმულამდე მივედით, რომელიც გამოხატავდა არეში სუსტი მჟავებისა და ფუძეების ნაწილობრივი დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი პროტონები და ანიონები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენენ არის თვისებებზე. ეს პირველ რიგში არის გავლენა pH-ზე. ანუ ისინი ცვლიან არეს pH-ს. აი ეს განტოლება, რომელსაც ჩვენ მოიხსენიებთ როგორც ჰენდერსონ-ჰაზელბახის განტოლებას, გამოხატავს ზუსტად რა ურთიერთდამოკიდებულებაა თვითონ მოლეკულის სიძლიერეს აი ამ არეში წარმოქმნილ იონებს, ანუ ანიონებს ამ შემთხვევაში ხო, ეს არის შეუღლებული ფუძის ფორმა და აი ამ მჟავის პროტონიზირებულ ფორმას შორის, ანუ მჟავურ ფორმასა და ეს არის ქვედა მჟავური ფორმა და ფუძე ფორმის კონცენტრაციებს თვითონ აი ამ ნივთიერების, ამ კონკრეტული ნივთიერების ესე ვთქვათ, დისოციაციის კონსტანტის უარყოფით ლოგარითმს რა გავლენა შეუძლია მოახდინოს pH-ს. ეხლა თქვენ განტოლებას როდესაც შეხედათ, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი არითმეტიკული განტოლება, ხო? ჩვეულებრივად თქვენ შეგიძლიათ, ესე იგი რას გვადებს ეს საშუალებას? თუ ჩვენ ვიცით pK, თუ ვიცით კონცენტრაციები აი ამ მაჩვენებლების პროტონიზირებული და დეპროტონიზებული ფორმის, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გამოვითვალოთ pH-ი, ხო? ეხლა მეორეა. მე შეიძლება მაინტერესებს რა არის pK პირიქით. თუ მე ვიცი არის pH-ი და ვიცი აი ამ იონთა აი ამ მოლეკულების კონცენტრაციები, უკვე ეს მე მომცემს საშუალებას, რომ pK დავითვალო. და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში თუ მე არ ვიცი კონცენტრაციები, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი pH-ი და pK მაჩვენებელი, ეს მე მაძლევს საშუალებას, რომ გამოვითვალო აი ეს რიცხვი, რაც არის ლოგარითმი აი ამათი განაყოფის, ხო? ანუ შესაბამისად ეს ძალიან ჰენდერსონ-ჰაზელბახის განტოლება, რომელიც აი ჩვენ აუცილებლად მე გთხოვთ, რომ თქვენ დაფაროთ pH-ი და ბუფერები კარგად, რომ შემდეგი კვიზი გვექნება ზუსტად ჰენდერსონ-ჰაზელბახის განტოლების გამოყენებით და ამ წერილობით მასალას თქვენ მიიღებთ გარკვეულ მაგალითებს. ამისი გამოყენებით, როგორ შეიძლება გარკვეული მანიპულაციების, მათემატიკური მანიპულაციების შესრულება. აი ეს აუცილებელია, რომ ჩვენ გავიაზროთ. ეხლა მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ასეთ რაღაცაზე, რომ როდესაც შეუღლებული ფუძის ფორმა ნაკლებია, მისი კონცენტრაცია ნაკლებია პროტონიზირებული ან მჟავურ ფორმაზე, მაშინ pH-ი, რა თქმა უნდა, ნაკლები იქნება pK-ზე. თუ მათი კონცენტრაციები დაახლოებით ტოლია, მაშინ pH-ი დაახლოებით იქნება pK-ს ფარგალში. და როდესაც არის მეტი, მაშინ pH-ი მეტი იქნება pK-ზე. ეხლა გრაფიკულად ჩვენ გამოვსახეთ ასეთი ნაერთი, ხო, რომელსაც ქვია ძმარმჟავა, ანუ აცეტატი. აცეტატი, ანუ ძმარმჟავა და მისი იონიზირებული ფორმა აცეტატი. ეხლა თქვენ რო შეხედოთ ამ გრაფიკს, ამ გრაფიკს ჩვენ უწოდებთ რა, ეს არის სატიტრაციო გრაფიკი, ხომ? ანუ რას ნიშნავს? რომ ხდება pH-ის ზრდა და ну აი ამ არეში ემატება ჰიდროქსილის ანიონები, ხდება შებოჭვა, ესე იგი პროტონებისაც და pH-ი იზრდება შესაბამისად. პროტონების შებოჭვის შედეგად. მაგრამ საიდან მოდის ეს პროტონები? პროტონები მოდის აი ამ მჟავიდან, მჟავასართმის. მაგრამ თქვენ რომ შეხედავთ ამ გრაფიკს არ აქვს სწორხაზოვანი დამოკიდება. ანუ ეს ფუნქცია არ არის სწორხაზოვანი.
არამედ მას აქვს ესეთი სიგმოიდური ფორმა, შეიძლება ითქვას, რომლის შუა წელი არის თითქოს პლატო. ანუ, ესე იგი, პირველ შემთხვევაში ზრდა ხდება საკმაოდ სწრაფად, შემდგომში გავდივართ რაღაცა პლატოზე და შემდეგ ისევ ხდება ზრდა სწრაფად. ასეთ მჟავას თვითონ ძმარმჟავას უწოდებენ მონოპროტულ მჟავას, იმიტომ რომ მას ერთი პროტონის გაცემის საშუალება აქვს, ხომ? ეხლა ამაში დამეთანხმებით. და ჩვენ ვიცით უკვე, რომ როდესაც pH და pK მაჩვენებელი ამ მჟავის არის 4.76. და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც pH არის pK-ზე დაბალი, pH არის pK-ზე დაბალი. ამ შემთხვევაში ესნაერთი, ნებისმიერი ასეთი ნაერთი არის პროტონიზირებულ მდგომარეობაში. ანუ ნებისმიერი ის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია პროტონის მიერთება, საკუთარი pK მაჩვენებელზე დაბლა არის პროტონიზირებული. ეხლა ამ შემთხვევაში, რადგანაც გვაქვს ჩვენ კარბოქსილის ჯგუფი, ამ აცეტატში, ამ ძმარმჟავაში, შესაბამისად კარბოქსილის ჯგუფი იქნება წარმოდგენილი და დაუმუხტავად, ანუ კარბოქსილის ჯგუფის ფორმა. მაგრამ როგორც კი ეს სიდიდე, pH-ის სიდიდე უახლოვდება pK მაჩვენებელს, თქვენ ხედავთ, რომ გარკვეულ ფარგალში, სადღაც დაწყებული 4 რაღაცა, ესე ვთქვათ, 4.5-მდე, ესე დაახლოებით, აქედან დაწყებული სადღაც 6-მდე, ალბათ ეს არის ფაზა, როდესაც უკვე ამ პროტონების გაცემის, ანუ მჟავიანობის, შემცირების, ანუ მჟავიანობის შემცირების და pH-ის ზრდის სიჩქარე მცირდება. რატომ მცირდება ეს? საიდან შეიძლება შემცირდეს? რატომ? იმიტომ რომ ამ სივრცეში, ამან ხო გასცა პროტონი. შესაბამისად პროტონი რადგანაც გასცა, გარდაიქმნა კარბონილის ჯგუფად. მაგრამ კარბონილის ჯგუფს პროტონის მიერთების უნარიც აქვს. ამ ფარგალში აღმოჩნდა, რომ როგორც მჟავური, ისე ფუძე ფორმა არის მისი დინა? ის მისდია. როგორც მჟავური, ისე ფუძე ფორმა არის თანაბარი, შედარებით თანაბარი კონცენტრაცია. ამიტომ, ესე იგი, გაცემა და მიღება გარკვეულწილად რეგულირებადი. და თქვენ თუ შეადარებთ სუფთა წყალში მჟავის ჩამატების ან ფუძის ჩამატების შედეგად pH-ის ცვლილებას და როდესაც წყალხსნარში გვაქვს მაგალითად აცეტატი, ამას თუ შეადარებთ, თქვენ ნახავთ, რომ როდესაც სუფთა წყალში ჩაამატებთ ამა თუ იმ იონს, pH-ის ცვლილება არის საკმაოდ მყისიერი და დიდი, მალევე იზრდება. ან მალევე მცირდება. მაგრამ როდესაც ამ ხსნარში გვაქვს მაგალითად ძმარმჟავა, მას აქვს საშუალება, რომ გარკვეულ ფარგალში, თქვენ ხედავთ სადღაც 5-დან 6-მდე, ხო, დაახლოებით ფარგალში, მას შეუძლია, შეიძლება უფრო დაბლაც 4-დან 5-მდე, 4-დან 6-მდე ფარგალში, მას შეუძლია, რომ მიერთოს პროტონი და გამოსცეს და ამითი დაარეგულიროს pH-ის ცვლილება, ანუ შეამციროს ის, ესე ვთქვათ, ბიჯი, რითიც შეიძლება pH-ის ან გაზრდა, ან შემცირება. როგორც კი მოიმატებს ჰიდროქსილის ანიონების კონცენტრაცია, ანუ მეტი ძალა დაადგება სისტემას, მეტი ფუძე შევა სისტემაში, რომელსაც შეუძლია პროტონის მიერთება. რა თქმა უნდა, ეს აცეტატი უკვე გადადის აცეტატის ფორმაში, ანუ კარბონილის ჯგუფი არის მასში წარმოდგენილი, უარყოფითად დამუხტული და ის უკვე არის შეუღლებული ფუძის ფორმა. ანუ აქ არის შეუღლებული ფუძის კონცენტრაცია მაღალი, აქ არის მჟავური ფორმის კონცენტრაცია მაღალი და აქ ეს არის თანაბარი. ხო, ეს არის ერთი მაგალითი. ეხლა ამაზე ინფორმაციას ფაქტურად ჰენდერსონ ჰაზელბახის განტოლება გვაძლევს. ეხლა მეორე მაგალითი მოვიყვანეთ ჩვენ, ფოსფორმჟავა. და ჩვენ ვთქვით, რომ ფოსფორმჟავა ეს არის პოლიპროტული მჟავა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია სხვადასხვა საფეხურები, ანუ არა ერთ საფეხურად, არამედ რამოდენიმე საფეხურად მოახდინოს პროტონის დისოციაცია ან ასოციაცია. შესაბამისად, გრაფიკი, მისი სატიტრაციო გრაფიკი უკვე სხვანაირია. ანუ აქ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ესეთი მუხლები, ხომ?
შეიძლება ითქვას, რატომ? იმიტომ რომ ყველა შეესაბამება იმ პკ მაჩვენებელს, რა პკ მაჩვენებელიც აქვს ამ თუ იმ ფორმას. ეს არის ფოსფორმჟავას ფორმა თვითონ, ეს არის დიჰიდროფოსფატ ანიონი და ეს არის მონოჰიდროფოსფატ ანიონის პკ მაჩვენებელი. ეხლა ჩვენ ამაზე როდესაც ვთქვით, რომ აი ეს მხოლოდ აი როდესაც პკ არის 2 და 1 და მის შორი ახლოს, აი თქვენ ხედავთ სადღაც ალბათ 1 და 2-დან სადღაც 3 და 1-მდე, ხომ? 3 და 2-მდე. ამ შემთხვევაში მისი მჟავური ფორმა, ანუ ფოსფატის ფორმა და დიჰიდროფოსფატ ანიონის ფორმა, ესენი იქნება 50%-იან დამოკიდებულებაში. თუ ქვევით წავალთ უფრო, ანუ პროტონების კონცენტრაცია თუ უფრო დიდი იქნება ვიდრე ჰიდროქსილის ანიონების. ამ შემთხვევაში ფოსფორმჟავა იქნება წარმოდგენილი უფრო სტაბილურად, მაგრამ თუ ჩვენ ზევით წავალთ პირიქით და მოვამატებთ ჰიდროქსილის ანიონი, ანუ ჰიდროქსილის ანიონი რატო? მიმღებია პროტონის, ხო? თუ მოვამატებთ ამ კონცენტრაციას ჰიდროქსილის ანიონის შესაბამისად ფოსფორმჟავა უკვე ვეღარ იარსებებს ასე და ის გარდაიქმნება მთლიანად დიჰიდროფოსფატ ანიონი. იგივე პრინციპი ვრცელდება ყველა ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ გვაქვს გარკვეული პლატო პკ, pH-სა და pK-ს შორის ისეთი დამოკიდებულებით, როდესაც pH მაჩვენებელი არის pK მაჩვენებლის შორი ახლოს. და ის არის მაქსიმალურად სწორი იმ მაჩვენებელზე, სადაც pH-ი და pK არის ერთმანეთის ტოლი. ეხლა ბიოლოგიურ სისტემებზე ამაზეც ვახსენეთ, ხომ? ბიოლოგიურ სისტემებში ეს pH-ი ძირითადად არის ნახი 6 და 8-დან 8 და 0-მდე. ნუ სხვადასხვა ეს უჯრედებში, ქსოვილებში და ასე შემდეგ სუბუჯრედულ კომპონენტებში თქვენ ნახავთ სხვადასხვა მაჩვენებელს და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან საინტერესო. რატომ? იმიტომ რომ უამრავი რეაქცია არსებობს, უამრავი იონიზირებადი ჯგუფი არსებობს, რომელიც მოქმედებს არეში წყალბადიოთა კონცენტრაციას. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხდება pH-ის რეგულირება აი ამ ფარგლებში. და რატომ არის ეს? ეს არის იმიტომ, რომ მაგალითად, როდესაც მოიმატეს პროტონების კონცენტრაცია, ახლა ამ კონკრეტულ მაგალითს რო ვთქვა. ფოსფატურ სისტემას აი ამას, რომელიც არის შორი ახლოს, ნახეთ ეს 7.2 არის ზუსტად ამ ფარგლში, ხომ? შეუძლია რომ პროტონი მიერთოს, ანუ გარდაიქმნება დიჰიდროფოსფატ იონად, მაგრამ ის აჩერებს ამ პროცესს რითი? რადგან შებოჭა მან პროტონი, უკვე თავისუფალი პროტონი აღარ არის, შესაბამისად pH-ის შემცირება აღარ ხდება. მაგრამ თუ პირიქით ჰიდროქსილის ანიონების კონცენტრაცია, ან უარყოფი და დამუხტული იონების კონცენტრაცია გაიზარდა, რომელსაც შეუძლია ამ პროტონის მიერთება, მაშინ ხდება პირიქით, რომ დიჰიდროფოსფატ ანიონი გამოსცემს პროტონს, მათ მისცემს იმად გაანეიტრალებს, თვითონ გარდაიქმნება მონოჰიდროფოსფატ ანიონი. და ჩვენ თქვით, რომ ასეთ სისტემას ეწოდება ბუფერი. ანუ რა არის ბუფერი? ზოგადად. ბუფერი ეს არის მასტაბილიზირებელი, ზოგადად. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არსებობს სხვადასხვა ბუფერები, სხვადასხვა ენერგეტიკული ბუფერი, გაზური ბუფერი არსებობს და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ბუფერული სისტემა ეს არის pH-ის მასტაბილიზირებელი ბუფერული სისტემა. და რა თქმა უნდა თქვენ თვალნათლივ ალბათ ხედავთ, რომ ზუსტად აი ეს ორი ფორმა ფოსფატის ანიონის, დიჰიდროფოსფატ ანიონი და მონოჰიდროფოსფატ ანიონი გამოდგება აი ამ pH მაჩვენებელის ფარგლში, როგორც ბუფერი, დამარეგულირებელი. პოტენციურად მას აი ამასაც შეუძლია იყოს ბუფერი, ხომ? ფოსფორმჟავასაც და მის დიჰიდროფოსფატ ანიონს. ამასაც შეუძლია იყოს ბუფერი, მაგრამ საგულისხმო ის არის, რომ pH მაჩვენებელი აი ამ დონებამდე აღარ დადის. თუ pH-ი დავა აქამდე, ან ავა აქამდე, ამ შემთხვევაში ცოცხალი სისტემა უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებს და ის ლეთალური შედეგით მთავრდება. შესაბამისად, აი ის სასიცოცხლო გარემო, ის არე pH-ის სახით, რაც არის ამ pH-ისათვის არის მიზანშეწონილი, რომ არსებობდნენ ისეთი ნაერთები, რომელთა და მუშაობენ ისეთი ნაერთები, რომელთა
PK მაჩვენებლები არის აი ამ არის შესაბამისი და საინტერესო ფაქტი აქ ეს არის რომ ისინი თავის მაქსიმალურ ბუფერულ ტევადობას რა თქმა უნდა ავლენენ როდესაც pH-ი უდრის PK-ს. ანუ ზუსტად როდესაც pH-ი არის 7.2 სიტყვაზე ამ შემთხვევაში ბუფერული ტევადობა ფოსფატური ბუფერული სისტემის ეს არის მაქსიმუმზე. როდესაც გაიზრდება ან შემცირდება ბუფერული ტევადობა იცვლება თავისთავად, მაგრამ ან უფრო მჟავისკენ გადაადგილება, ან უფრო ფუძისაკენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გარკვეულ ფარგალში მას შეუძლია დაარეგულიროს ეს pH-ის ცვლილება და მოახდინოს გარკვეული დამატების შედეგადაც პროტონის ან ჰიდროქსილის ანიონის დამატების შედეგადაც შესაძლებელი იყოს pH-ის მუდმივობის შენარჩუნება. ეხლა აი ეს არის ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენ თქვით რომ როდესაც ბუფერული ტევადობა, ანუ ყველაზე კარგად ბუფერული სისტემა მუშაობს, როდესაც pH-ი უდრის PK-ს, მაგრამ არის გარკვეული ფარგალი, ეს ფარგალი არის PK +-1, როდესაც ბუფერული სისტემა აქტიურად არის ჩართული pH-ის რეგულაციის პროცესში. ეხლა ბუფერული სისტემა თვითონ, აი ჩვენ თუ ამას შევხედოთ pH-ის ბუფერული სისტემებსაც, იყოფა ესე ვთქვათ, ფორმანაკლებად საგულისხმობად ორ ჯგუფად. ეს არის ბიოლოგიური და ქიმიური. ორივე ესენი ურთიერთდაკავშირებულები არის. მაგრამ ეხლა თქვენ ბოლოში როდესაც გავალთ, უფრო ალბათ თვალნათლივ დაინახავთ, რომ ეს არის ორი სისტემა, რომელიც ერთად მუშაობს რეალურად ბუფერიზაციისათვის, ანუ სტაბილიზაციისათვის, ჰომეოსტაზის შენარჩუნებისათვის. ბიოლოგიური ბუფერულ სისტემებში მოიაზრება რესპირატორული სისტემა, ანუ ფილტვები და თირკმელი. ამ შემთხვევაში ფილტვები და თირკმელები. ეხლა რაზე აქვს საუბარი? რომ ეს არის ორი ორგანო ფაქტიურად, რომელსაც აქვს გარემოსთან კავშირი, რომელსაც შეუძლია ორგანიზმის შიგნით წარმოქმნილი ნაერთების გამოყოფა და ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული ნაერთების უკუშთანთქმა. ან პირიქით, შთანთქმა გარემოდან. აი ზუსტად ის, რომ ორგანიზმი მუშაობს როგორც ღია სისტემა, ანუ მას შეუძლია გარემოსთან გარკვეული ნივთიერებების და ენერგიისაც, რომელიც სხვა ფორმით მიმოცვლა, აი ეს არის ერთ-ერთი საფუძველი ბუფერიზაციის, ანუ სტაბილურობა შეინარჩუნოს სისტემამ, არ არის აუცილებელი ის იყოს იზოლირებული ან ჩაკეტილი სისტემა. პირიქით, ღია სისტემებს უფრო შეუძლიათ რომ დაარეგულირონ და იყვნენ, ესე ვთქვათ, დინამიური ჰომეოსტაზის პროცესში. ეხლა, რაც შეეხება ქიმიურ ბუფერულ სისტემებს, ხომ, ესენი მუშაობენ უშუალოდ ბიოქიმიურ გარემოში, ანუ სად? ისინი მუშაობენ უჯრედში, შიგნით, უჯრედში და სივრცეში, ისინი მუშაობენ უჯრედგარე სივრცეში. ანუ ეს სივრცე, რა თქმა უნდა, არ არის გარკვეული აირადი და ასეთი ან მყარი ნივთიერება, ხომ? ეს უმეტესად არის სითხეები, ანუ უჯრედშიდა და უჯრედგარე სითხე. ეხლა აი ამ ხრივ ჩვენ რომ შევხედოთ ხო ამას, ნახავთ რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული ბუფერული სისტემები და ვახსენეთ ერთი ფოსფატური ბუფერული სისტემა, რომელიც ყოველთვის მუშაობს უჯრედებში. ან უჯრედში არის ფოსფატური ბუფერული სისტემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუფერული სისტემა ყველა უჯრედში. მეორე ბუფერული სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ის მუშაობს როგორც უჯრედში, მაგრამ უჯრედში ის ნაკლებად მუშაობს როგორც ბუფერი. ანუ ეს თვითონ პროცესი არსებობს უჯრედებში. ამაზეა დამოკიდებული კუჭში მარილმჟავის გამოყოფა, ამაზეა დამოკიდებული პანკრეასის საშუალებით ბიკარბონატის ანიონის გამოყოფა, მასზეა დამოკიდებული ქლორის გამოყოფა ნაწლავის უჯრედების მიერ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი უჯრედში ბიკარბონატიული სისტემა მუშაობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის ბუფერის ფუნქციას ასრულებს უჯრედგარე სითხეებში. და ამასაც ვნახავთ როგორ ხდება ეს. და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ცილოვანი ბუფერული სისტემა. ეს ცილოვანი ბუფერული სისტემა გვხვდება ჩვენ როგორც უჯრედშიგნით, ისე უჯრედგარე. რადგანაც ცილებ ფაქტურად ყველგან არის, თქვენ იცით რომ ცილა არის უმნიშვნელოვანესი ორგანული ნაერთი, მაკრომოლეკულა,
რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი იონიზირებადი ჯგუფი და აი ამ იონიზირებად ჯგუფებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბუფერიზაციის პროცესში. ეხლა აქვე მინდა ერთი რაღაცა აღვნიშნო. აი ჩვენ თქვით რომ PK თუ არის pH-ი თუ არის PK +-1 და ასე შემდეგ, მე თუ ვიცი PK და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მინდა იცოდეთ და დაიმახსოვრეთ რომ PK მაჩვენებლები არის განსაზღვრული სტანდარტულად გარკვეული ჯგუფების. მაგრამ აი მაგალითად როგორც აცეტატის არის 4.76, ფოსფატის არის 7.2 და ასე შემდეგ. მაგრამ აი ასევე არის ცილოვან ბუფერულ სისტემაში იონიზირება ჯგუფებს აქვს თავისი, ზოგის არის 2.2, 4 და 0, 9 და 0, 12 და 2, ვთქვათ, რაღაცა 6 და 0, 8 და რაღაცა ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ეს მოლეკულები განსაკუთრებით ცილებს ეხება ეს ხვდებიან ცილის შემადგენლობაში და იქ წყლის კონცენტრაცია მცირდება, იმიტომ რომ ეს მაკრომოლეკულაა, სადაც წყალი გამოდევნილია, წყალი გარედან არის, ხო? აი ეს PK მაჩვენებლები შეიძლება მცირედად შეიცვალოს. ანუ ის პოტენცია, რაც მათ აქვთ, შეიძლება გარკვეულწილად შეიცვალოს. ანუ ეს არ არის აბსოლუტური. ძირითად შემთხვევაში, როგორც ჩვენ საუბრობთ, აი PK მაჩვენებლები, ეს არის საუბარი წყალხსნადებზე, ანუ როდესაც მათ აქვთ შეხება ძირითად შემთხვევაში წყალთან და გარემო ფაქტორები, ანუ გარემოს სხვა იონიზირებადი ჯგუფები ნაკლებად ზემოქმედებენ და წყალი აუცილებლად არის წარმოქმნილი. ეხლა აქ არის ესეთი მომენტი კიდევ, რომ ხო, მოდით ამაზე ვიტყვით ცოტა. ეხლა ქიმიურ ბუფერულ სისტემებში ერთი ვახსენეთ, ეს არის ფოსფატური ბუფერული სისტემა, რომელიც შედგება დიჰიდროფოსფატ ანიონისგან, უკაცრავად ეს, ანუ დიჰიდრო ხო ორი წყალბადი და მონოჰიდროფოსფატ ანიონისგან. მონოჰიდროფოსფატ ანიონი მუშაობს როგორც ფუძე, ანუ ის მიერთებს და დიჰიდროფოსფატ ანიონი მუშაობს როგორც ჟავა, მას შეუძლია გასცეს. ეს არის პროტონიზირებული ფორმა. ანუ რას ნიშნავს, რომ ბუფერული სისტემა შედგება ორი კომპონენტისაგან. ეს არის სუსტი მჟავა და მისი შეუღლებული ფუძე. ან სუსტი მჟავა და სუსტი ფუძე. ანუ ორივე შემთხვევა შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ. მაგრამ ბიოლოგიურ სისტემებში ეს ძირითადად არის ერთი და იგივე მოლეკულა, ერთი და იგივე ფუნქციური ჯგუფი, რომელიც ასრულებს ერთ შემთხვევაში, როდესაც არის პროტონიზირებული მჟავის ფუნქციას, როდესაც არის დეპროტონიზირებული ფუძის ფუნქციას, ანუ შეუძლია უკან მიიღოს. მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიკარბონატური ბუფერული სისტემა და ეს რეაქცია გამოხატავს ამას და აქ ჩვენ გვაქვს ორი ფორმა, ეს არის ნახშირმჟავის ფორმა და ბიკარბონატის ანიონის ფორმა. ზოგადად მე გთხოვთ რომ თქვენ იცოდეთ სიტყვიერად, ვერბალურად როგორ ქვია მათ, ანუ არა H, არა HPO4, არა H2CO3, არა HCO3, არამედ ჩვენ მოვიხსენიოთ, როდესაც ვერბალურად საუბრობთ სახელები. მაგალითად ნახშირმჟავა, ბიკარბონატის ანიონი. ეხლა ბიკარბონატური ბუფერული სისტემა არის საკმაოდ რთული. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, აი აქ თუ გვაქვს მხოლოდ ერთი დისოციაციის რეაქცია, აქ გვაქვს ერთი დისოციაციის რეაქცია, მეორე დისოციაციის რეაქცია, ანუ უბრალოდ ერთი დაშლის და აწყობის რეაქცია, მეორე დისოციაციის რეაქცია და ჩვენ გვაქვს კიდევ მესამე რეაქცია აქ, რომელიც აქ არ წერია, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ნახშირორჟანგი ეს არის აირი, ხომ? გაზია, აირია. მაგრამ როდესაც ის წყალთან ურთიერთობს, ის გახსნილ მდგომარეობაში გადადის, ანუ ის იხსნება. აირია, რომელიც გადადის გახსნილში. აი იმ აირა და CO2-სა და გახსნილ CO2 შორისაც არის წონასწორული რეაქცია. შესაბამისად, აი ამ რეაქციის მიმდინარეობისას ჩვენ გვაქვს სამი დისოციაციის კონსტანტა. ანუ ეს საკმაოდ რთული პროცესია და თითოეული რეაქციის მიმდინარეობა მარცხნიდან მარჯვნივ მიმდინარეობს, თუ მარჯვნიდან მარცხნივ მიმდინარეობს, განაპირობებს ზოგადად როგორ მუშაობს ეს ბუფერული სისტემა მთლიანად. ეხლა თვითონ ბუფერულ ფორმაში, როგორც მოგახსენეთ, აი ეს ორი, ეს არის მჟავური ფორმა, სუსტი მჟავა, ეს არის HCO3 უკვე ფუძე, ანუ შეუღლებული ფუძის ფორმა. და გვაქვს ჩვენ ცილოვანი ბუფერული სისტემა, ან ჰემოგლობინის, რატომ არის ჰემოგლობინი გამოყოფილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც მონაწილეობს გაზთა ცვლაში, თქვენ იცით და ის წარმოდგენილია ერითროციტებში, ხომ?
და ცილოვანი ბუფერული სისტემა, რა თქმა უნდა, ხო თქვენ გითხავთ, რომ ჰემოგლობინიც ხომ ცილა არის? კი, ჩვენ თქვით, რომ ცილები არის ერთ-ერთი ბუფერები, მაგრამ უბრალოდ ხდება გარჩევა, რადგანაც ერითროციტში ძირითადად ჰემოგლობინი მუშაობს როგორც ბუფერი და ერითროციტს გარეთ და მთელ ორგანიზმში უკვე სხვა ცილებს შეუძლიათ ბუფერული ფუნქციის შესრულება. როგორ? მათ აქვთ იონიზირებადი ჯგუფები, როგორც არის ამინო ჯგუფი და კარბოქსილის ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ პროტონის მიერთება და გაცემა. ეხლა, როდის შეუძლიათ პროტონის მიერთება და გაცემა? აი, მე როგორც მოგახსენეთ, ხომ, რომ როდესაც pH-ი არის pK მაჩვენებელზე დაბლა, ამ შემთხვევაში ხდება პროტონის მიერთება, იმიტომ რომ პროტონი ბევრია, ესე იგი, და სადაც კი შესაძლებელია ეს პროტონი მიუერთდება. ანუ ფუძე ფორმები მიერთებენ პროტონს. მაგრამ როგორც კი ხდება pH-ის ზრდა, ანუ პროტონების კონცენტრაციის შემცირება, ანუ როდესაც pH-ი არის pK-ზე მაღლა, ამ შემთხვევაში ხდება პირიქით პროტონების გამოცემა და ეს ფორმები, ეს იონიზირებადი ჯგუფები არიან დეპროტონიზებულ ფორმაში. ზოგი დამუხტული, ზოგი დაუმუხტავი. ამას ახლა იმის მიხედვით აქვს მნიშვნელობა, რომელ ჯგუფია საუბარი. აი ეს არის ის ამინომჟავები, ჩვენ შემდგომ მეცადინეობაზე განვიხილავთ ამინომჟავებს და ამინომჟავები, რომლებიც აი თქვენ ხედავთ, წერია მჟავური ამინომჟავები, რომელთაც აქვთ აი უარყოფითი მუხტი, თუ ხედავთ აი სურათზე. მაგრამ აი ჰისტიდინის შემთხვევაში აქ მუხტი საერთოდ არ წერია. გვაქვს ასევე ფუძე ამინომჟავები, რომელთაც აქვთ აი ნახეთ პლუსი ნიშანი წერია. რა ხდება? რას ნიშნავს ეს? ფუძე ამინომჟავა არის ამინომჟავა, რომელსაც შეუძლია მიერთოს ხომ პროტონი. რატომ? იმიტომ რომ მას აქვს ამინო ჯგუფი რადიკალში, ის პროტონს ერთს, ამიტომ იმუხტება დადებითად თვითონ. მაგრამ როდის დაიმუხტება დადებითად? ნახეთ, როცა pH-ი არის pK-ზე დაბალი. რა არის მათი pK მაჩვენებლები? აი ამ ამინო ჯგუფების 10 და 12. ფიზიოლოგიური pH-ი, ჩვენ თქვით უჯრედული pH-ი, ცოცხალი სისტემის pH-ი, უკაცრავად არაფიზიოლოგიური. ცოცხალი სისტემის pH არის სადღაც 6 და 8-დან 8 და 0. ანუ ის ყოველთვის არის უფრო დაბალი ვიდრე აი ეს pK მაჩვენებელი. ამიტომ ეს ჯგუფები ასე თუ ისე წყალხსნარებში ყოველთვის დადებითად დამუხტულნი არის. მაგრამ ეხლა რა შეეხება კარბოქსილის ჯგუფებს, ხედავთ, pK არის დაახლოებით 4 წერია. ეს არის უფრო ნაკლები ვიდრე pH-ი არეში, რაც კი გვაქვს. ამიტომ ისინი ყოველთვის უარყოფითად დამუხტულები ხდება. მაგრამ რაც შეეხება ჰისტიდინს, ნახეთ რამდენია მისი pK? 6. ამიტომ ჰისტიდინს აი იმ ფარგალში, ამინომჟავა ჰისტიდინს იმ ფარგალში, სადაც pK არის, ეს pH-ი არის 6 და 8-დან 8 და 0-მდე, ხდება ზუსტად, ანუ ესე იგი pH-ი უდის pK +-1. ზუსტად ეს ფარგალი. ესე იგი ჰისტიდინი მუშაობს როგორც რა? ბუფერი. როგორც ბუფერი. ანუ ჰისტიდინს თავისუფალ მდგომარეობაში თუ ის არის წყალხსნართან ურთიერთკავშირში, შეუძლია ბუფერის ფუნქციის შესრულება. 1 და მეორე, ჰისტიდინს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს რეაქციებში, როდესაც არის საჭირო პროტონის მიერთება და გაცემა. ანუ პროტონის მიერთება და გაცემა მარტო არეში pH-ის რეგულაციისთვის კი არა ხოლმე საჭირო, არამედ გარკვეული ჯგუფების გარდაქმნისათვის, მაგალითად ფერმენტების მეშვეობით. და ჰისტიდინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელსაც შეუძლია იყოს პროტონიზირებული, მიერთებს, აი ეს აზოტი მიერთებს წყალბადს და დეპროტონიზირებული. ეს აზოტი გამოსცემს წყალბადს. თუ წყალბადი მიიერთ, ამ შემთხვევაში ის იქნება დადებითად დამუხტული. თუ წყალბადს გამოსცემს, ის ძირითადად არის ნეიტრალური, ან ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის მჟავური ფორმა. ეს. კარგი. ეხლა წლების განმავლობაში, აი მე-20 საუკუნის ალბათ უფრო ადრეულ წლებამდე ბიოქიმიურ რეაქციებს აკვირდებოდნენ, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში იღებდნენ ძალიან, ესე ვთქვათ, სათუო პასუხებს. ამის მიზეზი ხშირად იყო ის, რომ არასდროს არ აკვირდებოდნენ არეში pH-ის ცვლილებას. ანუ მჟავიანობის ხარისხს, უпростоრად pH-ის, ანუ წყალბადის კონცენტრაციების ოდენობას არ აქცევდნენ ყურადღებას. და ეს მომენტი არ იყო გათვალისწინებული, რომ აი ამ არეში, სადაც მიმდინარეობს რეაქცია, ჩვენ გვაქვს მაგალითად ამინო ჯგუფი.
ჩვენ გვაქვს მაგალითად კარბოქსილის ჯგუფი ფერმენტებში. ჩვენ გვაქვს მაგალითად სხვადასხვა ჯგუფები, რომელთაც შეუძლიათ პროტონის მიერთება ან გაცემა. შესაბამისად, თუ აი მაგალითად აი აქ არის ხო ამინო ჯგუფი, ეს ამიაკია უბრალოდ ამინო ჯგუფი. მიიერთა, ის დადებითად დამუხტული ხდება. კარბოქსილის ჯგუფა მიიერთა პროტონი, ის დაუმუხტავი ხდება CO-ში. შესაბამისად, უკვე მისი ფიზიკური თვისება იცვლება, მუხტი ქონდა, ეხლა მუხტი აღარ აქვს. პირიქით თუ შემცირდა პროტონების კონცენტრაცია, კარბოქსილის ჯგუფი პროტონის დონაციას მოახდენს, ანუ მჟავად იმუშავებს, მაგრამ თვითონ რჩება კარბონილის ჯგუფი, უარყოფით და დამუხტული. რა თქმა უნდა, მისი ფიზიკური თვისება უკვე კარბოქსილის ჯგუფთან შედარებით შეიცვალა, იმიტომ რომ იყო დაუმუხტავი და გახდა დამუხტული. იყო არაპოლარული და გახდა პოლარული. ანუ აი ამ რაღაცების, როდესაც დაიწყეს ამ ყველაფერზე ფიქრი, უკვე გამოიკვეთა საჭიროება, რომ რეაქციებზე დასაკვირვებლად აუცილებელი იყო გამოყენება ესეთი ნაერთების, რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ pH-ში pH-ის რეგულირება. ანუ საჭიროება გახდა, რომ გამოეყენებინა ეგრეთ წოდებული ბუფერული ხსნარები. და თქვენ ეს იგივე ცხრილია, რაც თქვენთან მასალაშიც არის და წინა მეცადინეობაზე ჩვენ შევხედეთ, ხო? და თქვენ ნახავთ, რომ აი გარკვეული ნაერთები, აი მაგალითად როგორიც არის მესი, ესეთი მორფოლინო ეთანოლ სულფონის მჟავა, როგორიც არის მაგალითად ტრისი, ტრის ჰიდროქსიმეთილ ამინო მეთანი, როგორიც არის ჰეპესი ჰიდროქსიეთილ პიპერიზინ ეთანელ სულფონის მჟავა და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი ეს აღმოჩნდა, რომ აი ეს ნაერთები, რომელიც მუშაობს აი ამ არეში, რომელთა პკ მაჩვენებელი არის, აი აქ არის მაგალითად 6.09, 7.4, 8.0 და ასე შემდეგ, მათ შეუძლიათ შეასრულონ ბუფერის ფუნქცია. როდესაც ჩვენ დავამზადებთ ხსნარს, ანუ სარეაქციო არის, უნდა ავიღოთ არა წყალი, სუფთა ესე გამოხდილი წყალი, არამედ უნდა აუცილებლად გამოვიყენოთ ბუფერი იმის და შესაბამისად, რომელ pH-ზე მუშაობს ესა თუ ის სისტემა, ესა თუ ის ფერმენტი, ესა თუ ის რეაქცია და ასე შემდეგ. ანუ ბიოქიმიური კვლევებისათვის ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და თქვენ როდესაც თქვა შეხება გექნებათ და აუცილებლად იმედი მაქვს რომ გექნებათ, ყოველთვის დაგჭირდებათ სხვადასხვა პროცესებისათვის სხვადასხვა ბუფერების გამოყენება. და ეს უნდა ვიცოთ. ეხლა აი ამის შესახებ ეს ბუფერი როგორ დამზადდა? აი ჰენდერსონ ჰაზელბახის განტოლება გვაძლევს ისე და ისევ ამის ინფორმაციას. ჩვენ თუ გვეცოდინება რა კონცენტრაციის მჟავურ ფორმას ავიღებ, რა კონცენტრაციის ფუძე ფორმას ავიღებ, ან თუ გვეცოდინება პკ მაჩვენებლები, შეძლებს pH-ის დათვალას. ან პირიქით. შესაბამისად, აი ჰენდერსონ ჰაზელბახის განტოლება ბიოქიმიურ ლაბორატორიაში არის ძალიან დიდწილად გამოყენებადი, ზუსტად აი ამ ყველაფრის დასათვლელად. ეხლა ასეთი კითხვა, ბევრი ვისაუბრეთ, ხო? ასეთი კითხვა რო დავსვათ. რა მნიშვნელობა აქვს pH-ს და რატომ არის საჭირო მისი რეგულირება? ნუ ყოფილიყო ეს, მაგრამ აი პირველი მოდი ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს pH-ს? აი ყველა pH-ი ეს არის წყალბადიოთა კონცენტრაციის უარყოფითი ათობითი ლოგარითმი. ან ის არის მაჩვენებელი, რაც აჩვენებს არეში წყალბადიოთა კონცენტრაციას. როდესაც pH-ი მცირდება, პროტონების კონცენტრაცია მაღალი, იზრდება. როდესაც pH-ი იზრდება, პროტონების კონცენტრაცია მცირდება. აი, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროტონების? მე რა, არსებობს რეაქციები და უამრავი რეაქციაა, სადაც პროტონი არ მონაწილეობს თვითონ. შესაბამისად, მაშინ რაღაც საჭიროა ამ პროტონზე, ესე ვთქვათ, გარკვეული აქცენტის გაკეთება, ხო? აი, რამდენს ვსაუბრობ თუ ამ პროტონზე რა საჭიროა. მაგრამ აღმოჩნდა და თქვენ ახლა ალბათ თვალნათილ დაინახეთ წინა სლაიდებს მეშვეობით, რომ ის მოლეკულები, რომლებიც წარმართავენ უჯრედში რეაქციებს, რომლებიც წარმართავენ პროცესებს, უჯრედულ პროცესებს, შეიცავენ ჯგუფებს, რომლებიც არიან ხშირ შემთხვევაში იონიზირებადნი. ხშირ შემთხვევაში მათზე ახდენს გავლენას ან უშუალოდ პროტონის კონცენტრაცია, პროტონი თვითონ ანუ ხდება მიერთება ამ პროტონის ან გამოცემა, ანუ ისინი არიან ან მჟავური ბუნების მატარებელი, ან ფუძე ბუნების მატარებელი, ან მეორე შემთხვევაა, რომ
გვაქვს პოლარული ჯგუფები, აი მაგალითად ჰიდროქსილის ჯგუფი, რომელიც სტაბილიზირდება პირიქით იმის დროს, რა ქვია, დაბალი pH-ის დროს, როდესაც პროტონების კონცენტრაცია არის მაღალი. და როდესაც პროტონების კონცენტრაცია დაბალია, ის ჰიდროქსილის ჯგუფის წყალბადი უფრო ნაკლებად არის ჟანგბადთან კარგად დამყარებული, უფრო პოლარული ხდება ეს ჯგუფი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეული რეაქციების წარმართვისათვის. აი მაგალითად ATF-ი, როგორც ენერგიის წყარო, ეს შეიცავს ფოსფორმჟავას ნაშთებს, უარყოფითად დამუხტულ ნაშთებს. მათაც შეუძლიათ ამ პროტონის მიერთება. ხდება ამ დროს ATF-ის მეტად სტაბილიზაცია და მისი დაშლა ცოტა გართულებული ხდება, ანუ უფრო სტაბილური ATF-ი, უფრო დაბალ pH-ზე. ანუ შესაბამისად, აი pH-ში გვაძლევს ჩვენ ინფორმაციას ესა თუ ის ჯგუფი პირველ რიგში. ამ არეში pH-სა და pK შორის დამოკიდებულება უფრო სწორად გვაძლევს ინფორმაციას. აი ამ არეში ეს მოლეკულა იქნება დამუხტული, ან ეს ჯგუფი იქნება დამუხტული, თუ არ იქნება დამუხტული. იქნება პოლარული ფორმით, თუ იქნება არაპოლარული ფორმით. ანუ წყალში ხსნადი ფორმით იქნება, თუ წყალში უხსნადი ფორმით. ეს ერთი. მეორე გვაძლევს ინფორმაციას, რომ ესე იგი ეს რეაქცია წარიმართება აქ საერთოდ, ანუ შესაძლებელია ამ რეაქციის წარმართვა თუ არ არის შესაძლებელი საერთოდ. ეხლა მე რაც მოგახსენეთ, აი მაგალითისათვის მე მინდა ხო, აი ესა. ამიტომ ეხლა შემდეგ მაგალითს კიდევ მოგიყვანთ, მაგრამ რა არის? ამიტომ ესე იგი რადგან pH-ი ასეთი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამინო ჯგუფია, კარბოქსილის ჯგუფია, სულფიდრილის ჯგუფია და სხვადასხვა ჯგუფებია, რომლებიც აი პროტონის კონცენტრაციაზე დიდწილად დამოკიდებულები, სწორედ ამიტომ მისი რეგულირება არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი. ეხლა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ორგანიზმის შინაგანი გარემო ეს არის სისხლი, ხო? ჩვენ ვიცით, რომ სისხლს აქვს ერთ-ერთი უდიდესი ფუნქცია, რომ ორგანიზმი ფუნქციონირებს როგორც ერთი მთლიანი. იმიტომ რომ მას მიაქვს საკვები ნივთიერებები, ინფორმაციული მოლეკულები, ხშირ შემთხვევაში გარკვეული ნაერთები და რაც თავარია, მას გამოაქვს ნაერთები, რომლებიც არის ტოქსიკური იმუნჯედებისათვის. ანუ სისხლი ეს არის ის სტრუქტურა, რომლის გარეშეც ალბათ ეს განსაკუთრებით ცხოველური ორგანიზმები, განსაკუთრებით ადამიანის და ისეთი ორგანიზმები, სადაც ეს სისხლის სისტემა არსებობს, ფუნქციონირება და ისეთი ფორმით არსებობა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი, ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. ეს აქვს თავისი აგებულება, მე ახლა ამაზე თქვენ არ მოგაწყენთ, მაგრამ სისხლი რითია კიდე საინტერესო, რომ სისხლი ეს არის პლაზმა და მასში შეტივტივებული უჯრედები. ანუ პლაზმა ეს წარმოადგენს უჯრედშორის ნივთიერებას, ფაქტობრივად უბრალოდ აქ არის დიდი მოცულობით წარმოდგენილი და განაც ეს დიდი მოცულობით არის პლაზმა წარმოდგენილი, მასში ეს უჯრედები ცურავენ. არიან გარკვეულწილად თავისუფალ მოძრაობაში და სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილდებიან. თქვენ იცით, რომ სისხლს აქვს თავისი მიმოქცევის წრეები, ეს ყველაფერი განპირობებულია სხვადასხვა ორგანოების მუშაობით და ასე შემდეგ. მაგრამ აი აქ არის ერთი საინტერესო ფაქტი, რომ სისხლის pH-ი ვარირებს სადღაც 7.45-დან 7.25-მდე. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ პლაზმა ეს არის არა მარტო წყალი, არამედ მასში გახსნილი სხვადასხვა ორგანული ნაერთები. ეს შეიძლება და არაორგანული ნაერთები. ანუ ორგანული ნაერთებიდან უდიდესი პროცენტი ესენი არიან ცილები. ყველა ცილას აქვს ეს იონიზირებადი ჯგუფი. ანუ ეს ნიშნავს და კიდევ რამდენი რაღაცა გადმოდის სისხლში, რამდენი რაღაცა გადადის სისხლიდან. ანუ ეს ნიშნავს ყველაფერი იმას, რომ სისხლის pH-ი ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშაა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სისხლის pH-ი არის 7.45-დან 7.25. ანუ არტერიული სისხლის pH-ი არის დაახლოებით 7.4, 7.45. ვენური სისხლის არის 7.25. რა არის ფარგალი? ფარგალი არის დაახლოებით 0.1. ანუ 0.1-ით ხდება ცვლილება pH-ის. ანუ მეტით არა. ესე იგი ადამიანი ლოგიკურად დაფიქრდება და იტყვის, რომ თუ მხოლოდ 0.1-ით ხდება ცვლილება, აქ აუცილებლად უნდა მუშაობდეს ბუფერული სისტემა და არა ერთი, არამედ რამოდენიმე. ეხლა ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ბუფერულ სისტემებს სისხლის მაგალითზე,
აი მაგალითისათვის, აი ესეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ უფრო პრაქტიკული გამოცდილებიდან. აი დიაბეტი, თქვენ იცით ხომ ესეთი დაავადება დიაბეტი, როდესაც ხდება მაგალითად ინსულინის სხვადასხვა დარღვევა და ინსულინი თქვათ თუ არის დიაბეტი, როდესაც შაქრიანი დიაბეტი, როდესაც ინსულინის გამოყოფა არის შემცირებული ან საერთოდ არ გამოიყოფა, ვერ ხდება გლუკოზის შეწოვა და უჯრედები განიცდიან შიმშილს. და უჯრედები რო შიმშილს განიცდიან, იყენებენ ორგანიზმი იყენებს ყველა იმ რესურსს, რაც კი აქვს მას ენერგეტიკული მომარაგებისთვის. და ერთ-ერთი არიან ესენი ცხიმოვანი მჟავები, რომელთაგანაც წარმოიქმნება ესეთი ნაერთები, შემდგომში თქვენ ისწავლით უფრო მეტაბოლიზმის დროს, მათ ეწოდებათ კეტონური სხეულები. ესენი კეტომჟავები. თქვენ თუ დააკვირდებით, დიაბეტიან ადამიანების სისხლში ხდება მჟავიანობის გაზრდა. აი ამას ქვია მეტაბოლური აციდოზი. რადგანაც გლუკოზის შეუთვისებლობის გამო ორგანიზმი იწყებს გარკვეული მჟავების წარმოქმნას, რომ ისინი გამოიყენოს ენერგიის წყაროდ. მაგრამ ეს მჟავები კარგია, მაგრამ რადგანაც მათი კონცენტრაცია ძალიან დიდი ხდება, რადგანაც გახანგრძლივებულად შეიძლება გლუკოზა ვერ გამოიყენოს უჯრედებმა. შესაბამისად იწყება აი ეს პროცესი, რომელსაც მეტაბოლური აციდოზი ეწოდება. და არსებობს სხვა, მაგალითად სპორტსმენებში შეიძლება მოხდეს ასეთი რაღაცა. იქ აი თუ არის სპრინტი, აი ან ესეთი ფიზიკური დატვირთვის დროს იზრდება ლაქტატის დონე, რომელიც არის რძემჟავა. ამასაც თქვენ მეტაბოლიზმის დროს უფრო შეეხებით, როგორ წარმოიქმნება და რეგები. მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ეს მე მგონი სკოლაში თქვენ მოგეხსენებათ როგორ ხდება დაახლოებით და ეს იცოდეთ რომ აი ეს, მაგრამ აი ეს ყველაფერი მიუთითებს იმამდე რომ ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცვლილებამ შეიძლება მოახდინოს გავლენა სისხლში pH-ის დონეზე. მაგრამ ისევ და ისევ pH-ი არ იცვლება რადიკალურად. რადგანაც აქ მუშაობენ აი ეს ბუფერული სისტემები. ეხლა თუ დარღვევა არის, აქ ვითარდება ზუსტად ეს აციდოზი და ალკალოზი, როდესაც ხდება ფუძისის. ეხლა აი როგორ მუშაობს სისხლის ბუფერული სისტემა, ხო? აი ჩვენ რომ გავაკეთოთ ესეთი მიმოხილვა დაახლოებით. ჩვენ განვიხილოთ ამისათვის ორი მდგომარეობა. პირველი ეს არის სისტემური კაპილარები, ანუ ქსოვილებში. ქსოვილებში მეტაბოლიზმის შედეგად თქვენ იცით რომ წარმოიქმნება დიდი ოდენობით ნახშირორჟანგი, CO2 და წყალი. ნახშირორჟანგი არის აირი, ის ტოვებს უჯრედს, აირადი ფორმა, რომელიც არის ტოვებს უჯრედს, აკვაპორინები არის ესეთი არხები, მათი მეშვეობით გამოდის სისხლის პლაზმაში. აი ეს აირი CO2 მას ახასიათებს გარკვეული ხსნადობა წყალში, აირადი ფორმა გადადის ხსნად ფორმაში, CO2 უერთდება წყალს და წარმოიქმნება ნახშირმჟავა, რომელიც არის სუსტი მჟავა და რადგანაც არეში წყალბადები, ესე იგი, ამისი pK მაჩვენებელი არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე არის pH-ი, ის პროტონს გამოსცემს, ანუ დისოცირდება წყალბადის პროტონად და ბიკარბონატის ანიონი. მაგრამ ეს ხდება არა მარტო პლაზმაში, არამედ ეს CO2, ეს ურუფა CO2, მისი გარკვეული ნაწილი გადაადგილდება ასევე ერითროციტში. ერითროციტში ეს პროცესი მიმდინარეობს ასევე, მაგრამ შედარებით უფრო დაჩქარებულად, აქაც ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს და მივიღებთ წყალბადის პროტონს და ბიკარბონატის ანიონს. ეხლა ჯამურად ჩვენ თუ დავაკვირდებით, სისტემაში გაიზარდა პროტონების კონცენტრაცია. ანუ უნდა შემცირდეს pH-ი. როგორც კი იწყება აი ამ სისტემურ კაპილარებში პროტონის კონცენტრაციის ზრდა, რა თქმა უნდა პროტონი, ანუ pH-ი შემცირება, ეს პროტონი მიუერთდება ყველა იმ ჯგუფს, რომელთა pK მაჩვენებელი არის აი ამ pH მაჩვენებელზე უფრო დაბლა ან მის ფარგალში, მის შორია. პირველი ასეთი არის ამინომჟავური ჯგუფები ჰემოგლობინის, რომელიც, რა თქმა უნდა, სისტემურ კაპილარში რომ მოვიდა, არტერიული სისხლი რომ მოვიდა კაპილარში, ხო? გვაქვს ჩვენ ოქსიჰემოგლობინის ფორმით. წყალბადის პროტონი მიუერთდა, გარდაიქმნება დეოქსიჰემოგლობინა, ანუ პროტონის მიერთება ხელს უწყობს ჟანგბადის გამოყოფას
და სამაგეროდ გვაქვს პროტონიზირებული ჰემოგლობინი, რომელიც არის ჰემოგლობინის მჟავური ფორმა, ანუ დეოქსი ჰემოგლობინი. ჟანგბადი არის აირი, თქვენ მოგეხსენებათ, ეს გადაადგილდება მისი პარციალური წნევის მეშვეობით, ესე იგი კონცენტრაციული გრადიენტის მეშვეობით გადაადგილდება სისხლიდან უჯრედებისაკენ და უჯრედების მომარაგება ხდება ჟანგბადით. ეხლა ეს არის ერთი მომენტი, როგორ ხდება პროტონის შებოჭვა, ხო? შეიბოჭა. ეხლა მეორე არის ასეთი რეაქცია, როდესაც ხდება ამ პროტონის ჩართვა ფოსფატურ ბუფერულ სისტემაში. ანუ მონოჰიდროფოსფატ იონი მიერთებს პროტონს და აი ამ პროტონს ნის მიერთებით გარდაიქმნება დიჰიდროფოსფატ ანიონი. ანუ ეს არის მეორე შემთხვევა. ესე იგი ერითროციტში მუშაობს პირველი ბიკარბონატული ბუფერული სისტემა, რომლის მუშაობასთანაც შეუღლებულია ჰემოგლობინის ბუფერული სისტემა და ფოსფატური ბუფერული სისტემა. აი ამ ეტაპზე მათი ამოცანა არის შებოჭოს წყალბადის პროტონი. ასევე დეოქსი ჰემოგლობინი, აი ეს პროტონიზირებული ჰემოგლობინი შეიძლება გამოვიყენოთ ნახშირორჟანგის კიდევ ერთი დარჩენილი ლუფით შესაბოჭად და ის გარდაიქმნება კარბამინო ჰემოგლობინი. მაგრამ ეს უკვე არის ფორმა, როგორ ხდება თვითონ ნახშირორჟანგის ტრანსპორტი ჰემოგლობინის მეშვეობით, ხო? იმიტომ რომ გასდაცვლაში ჰემოგლობინი ძალიან დიდ მნიშვნელობის მატარებელია. ეხლა ეს ჩვენ ვისაუბრეთ პროტონზე, მაგრამ ახლა ვიღაცამ მკითხავს, თუ პროტონის კონცენტრაცია და ბიკარბონატის კონცენტრაცია თანაბარია, ხო? კი, არეში არსებული პროტონები გაანეიტრალებენ ბიკარბონატს, მაგრამ მაშინ უკან უნდა წავიდეს. მაშინ არ უნდა შეიცვალოს pH-ი, იმიტომ რომ ეს ანიონია, ხო? მაშინ ეს pH-ი ისევ რეგულირებად მოდის. აი რა ხდება? რომ ბიკარბონატის ანიონი თურმე გადის ერითროციტიდან გადადის პლაზმაში და სამაგეროდ შემოდის ქლორი. და ბიკარბონატის ანიონი რომ გადადის პლაზმაში და შემოდის ქლორი, ესე იგი ბიკარბონატის კონცენტრაცია მცირდება და ქლორის კონცენტრაცია უჯრედში იზრდება შედარებით. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ამის პარალელურად წყალბადის პროტონების კონცენტრაცია მცირდება, ანუ ჩვენ აქ არ გვაქვს მდგომარეობა, რომ წარმოიქმნება H ქლორი, არამედ უბრალოდ ქლორის კონცენტრაცია უჯრედში იზრდება და ეს არის ანიონური ანტიპორტერი, ბიკარბონატი გააქვს გარდა. ეხლა ეს არის რაც მოხდა სისტემურ კაპილარებში. მაგრამ ეს სისხლი წავიდა და მივიდა ფილტრებამდე, ხო? მდგომარეობა. ფილტრებში ჩვენ გვაქვს ესეთი მდგომარეობა, რომ ალვეოლებში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია არის მცირე, შესაბამისად პლაზმაში თვითონ აირადი ნახშირორჟანგის კონცენტრაცია არის მცირე, ანუ ნახშირორჟანგის ხსნადი ნახშირორჟანგის აირადისკენ გადასulis რეაქცია უფრო აქტიურია და რა ხდება? და ამას ემატება ერთი რამ, რომ ქლორის კონცენტრაცია, როდესაც გაიზარდა უჯრედში, უკვე ქლორის კონცენტრაციული გრადიენტი შეიცვალა უჯრედშიგიდან უჯრედგარესაკენ. ანუ ქლორი დაიწყებს პირიქით უჯრედიდან, ანუ ამ შემთხვევაში ერითროციტიდან გასვლას და ბიკარბონატი შემოვა უკან. ბიკარბონატი რომ უკან შემოდის, ამას ემატება ესეთი რეაქცია, რომ ჟანგბადი ალვეოლებიდან გადმოდის, ჩავისუნთქეთ ხომ ჟანგბადი, გადმოდის ალვეოლებიდან ერითროციტებში და ერითროციტში მას ხვდება აი ზუსტად ეს კარბამინო ჰემოგლობინი ან დეოქსი ჰემოგლობინი. ორივე შემთხვევაში ჟანგბადი იწყებს კონკურენციას და უერთდება აი ამ ჰემოგლობინს, ერთ შემთხვევაში ნახშირორჟანგი გამოიყოფა პირდაპირ და ხდება მისი გამოდევნა ფილტრებისკენ, ანუ ალვეოლებისკენ, რადგან მისი კონცენტრაციული გრადიენტი არის ალვეოლებისკენ მიმართული და მეორე შემთხვევაში ხდება პროტონის დეპროტონიზაცია აი ამ ჰემოგლობინის, დეოქსი ჰემოგლობინის და წარმოიქმნება ოქსი ჰემოგლობინი. ეხლა ეს გამოყოფილი პროტონი უერთდება რა თქმა უნდა ბიკარბონატის ანიონს, წარმოიქმნება ნახშირმჟავა და ნახშირმჟავა იშლება ნახშირორჟანგად და წყლად, ნახშირორჟანგი გამოიდევნება ალვეოლებისკენ, იმიტომ რომ ალვეოლებში ცოტაა ნახშირორჟანგი და ჩვენ მას ამოვისუნთქავთ. ზუსტად იგივე გზად გადის პროტონი ფოსფატური ბუფერული სისტემიდან. დიჰიდროფოსფატ ანიონი დისოცირდება პროტონად და მონოჰიდროფოსფატ ანიონად. ეს პროტონიც შეუერთდება ბიკარბონატის ანიონს, გარდაიქმნება ნახშირმჟავად, ნახშირმჟავა დაიშლება CO2-ად და წყლად. და CO2 გამოიდევნება და ჩვენ ამოვისუნთქავთ. ანუ ესე იგი ნახეთ რა ხდება, რაც მოხდა სისტემურ კაპილარში, იმის შებრუნებული რეაქცია ხდება უკვე
ალვეოლებში არსებულ კაპილარებში, ხომ? ანუ პულმონალურ კაპილარებში, ანუ ფილტვის კაპილარებში. რადგან ნახშირორჟანგის კონცენტრაცია სისტემურ კაპილარებში მაღალი და ჟანგბადის კონცენტრაცია არის პირიქით ალვეოლებში მაღალი. აი ამ აირთა კონცენტრაციის ზრდა უზრუნველყოფს იმას, რომ სისხლში ბუფერულმა, ბიკარბონატულმა, ფოსფატულმა, ჰემოგლობინის ბუფერულმა სისტემებმა ერთად შეუღრებულად იმუშაონ და ამის შედეგად დაარეგულირონ არეში, ანუ ამ შემთხვევაში სისხლში წყალბადის პროტონების კონცენტრაცია. ეხლა თქვენ შეიძლება აქვე მკითხოთ, რომ როდესაც პლაზმაში წარმოიქმნება ბიკარბონატის ანიონი და პროტონი, მაშინ რა ხდება? ამ შემთხვევაში პროტონის შებოებას ახდენენ ცილები, ესენი არიან ძირითად შემთხვევაში ალბუმინები, ანუ ცილოვანი ბუფერული სისტემა მუშაობს პლაზმაში თვითონ და ბიკარბონატის ანიონის შებოჭვა, აი რომელიც გავიდა და რომელიც იქ არის წარმოქმნილი, ხდება ნატრიუმის იონების მეშვეობით და წარმოიქმნება ნატრი HCO3, რომელიც არის სოდა. თუ მისი კონცენტრაცია იქნა ძალიან დიდი, სისხლი თქვენ იცით, რომ იფილტრება თირკმელებში და თირკმელების მეშვეობით ხდება მისი გამოდევნა. ანუ ჭარბი ბიკარბონატის გამოდევნა მოხდება თირკმელების მეშვეობით. და ანუ ეს არის თუ როგორ შეუღლებულად მუშაობს ბიოლოგიური და ქიმიური ბუფერული სისტემები და თვითონ რაზეა ეს პროცესები, თვითონ აი რა ეტაპებს გადის ეს პროცესი. ეხლა თუ გაქვს რაიმე მოკლე კითხვები, სიამოვნებით ვეცდები რომ